მოგესალმებით მეგობრებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, უпроსტად გისამწუხრებთ დღევანდელ დღეს. დღეს როგორც გისამწუხრებთ, ისე გილოცავთ 9 აპრილს და ორივეს შეიცავს დღევანდელი დღე. სამწუხაროც არის და მოსალოციც არის. სამწუხარო იმიტომ, რომ თავგანწირვად დასჭირდათ ჩვენს მამულიშვილებს საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვისთვის და გილოცავთ რამე თუ მათ გაიმარჯვეს. ჩვენ გავიმარჯვეთ, კი. ალბათ წაიკითხავდით ჩემს ამ პოსტს, ზიარების შემდეგ სისხლის ანალიზი გაიკეთეთ და ნახეთ, რომელი ნარკოტიკი აღმოჩნდება თქვენში. შემდეგ ჩვენად დამიკომენტარეთ მეთქი, რომ დაგიკომენტარეთ დღეს. უпроსტოდ რომ დაგიპოსტეთ დღეს და ამას მოყვა სხვადასხვა აზრები, სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა აზრებს წერენ და განსხვავებულ აზრებს წერენ. ზოგს შეეშინდა, ზოგს გაუკვირდა, ზოგს გაუხარდა, ზოგმა ვერ გაიგო რა ხდება და მოდი ამაზე ვისაუბროთ დღეს რა. ხო და აკი გითხარით, რომ ბევრი დაბნეულია მეთქი და აი ეს კომენტარი მომწერა ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელსაც დავპოსტავ ახლა და წავიკითხოთ ერთად. ჩვენო თამარ, ერთ რამეში გეთანხმებით, ვერა და ვერ დალაგდა ჩემი ცხოვრება, წლებია ვეზიარებით და შედეგი ნულია. სულიერად, კი ბატონო, რაღაცეების მივხვდი, მაგრამ კითხვები მაქვს, მაგალითად ქრისტე ხომ ამბობს, ვინც არ შეჭამს ჩემს სისხლს და ხორცს, ის ვერ შევაცადა სასუფეველშიო. ეს რას ნიშნავს, რომ ამიხსნათ ორი სიტყვით, მადლობა. ალბათ თქვენს გაქვთ ანალოგიური კითხვა, ხო? იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გაგიგიათ თუ რა ჭამაზე არის აქ საკითხი და რის მიღებაზეა საკითხი და ქალბატონს მე ვუპასუხე, რომ შეჭმაზე, ჭამაზე გუშინ და ლაივში ვისაუბრენ. თუ მოусმინეთ. თქვენ თუ მოусმინეთ, მეგობრებო, გუშინდან ლაივს, ხო? ჩვენ იქ ვისაუბრეთ, თუ რა ხილი ჭამეს ადამ და ევა. თუ რა ხეზე იყო საუბარი და რა იგულისხმებოდა ამ მიღებაში, ხო, ჭამაში, მიღებაში. რომელი ხის ნაყოფის ჭამაზე იყო საუბარი და ვინც მისმინა, ის უკვე მიხვდებოდა რაზეა საუბარი, ვინც არ მისმინა, იმათვის ვისაუბრებ ახლა და ან უბრალოდ გირჩევთ, რომ გადახვიდეთ ჩემს ლაივზე, ან YouTube გვერდზე Liquid Dogma თამარის ლაივი და იქ მოძებნოთ ასეთი სათაურით ვიბაასოთ. აი ესეთი სათაური აქვს. ხო და მეგობრებო, გავაჟღერე გუშინ თუ რა ხილის, რა ჭამაზე იყო საუბარი. თუ გსურთ, დღესაც წაგიკითხავთ, მაგრამ იცით რა, დროის კარგვა რომ არ გამოგვივიდეს, ვისაც სრული ინტერესი აქვს ამ საკითხთან, თუ რა ჭამაზეა დამოკიდებული, ეს გამოთქმა ქრისტეს მიერ, ხო, პირველ საუკუნეში ჩვენ ვიაზროვნოთ პირველ საუკუნეში თუ რა ტერმინოლოგიებს იყენებდნენ, რა გვარის იგავებს იყენებდნენ, რა გვარის საუბარი ქონდათ, რა თქმა უნდა, თავისთავად ახლა ვიღაცას რომ პირველ საუკუნეში უთხრა რომ დამითაგეო, ვერაფერს ვერ გაიგებს რა უთხარი და ჩვენს დროებაში ძალიან კარგად გაიგებს, რას ნიშნავს დათაგვა, ხო? ვიღაცა პირველ საუკუნეში გაიგებს, რომ რაღაცა თაგვთან არის საკითხი და ჩვენ საუკუნეში ნამდვილად ვიცით, რომ რაღაც უნდა დავთაგოთ, მაგალითად ვიღაც მოვნიშნოთ, ხო? ასე რომ ამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, მეგობრებო, სიტყვათა ცნობიერება ჩვენში აღსადგენია და სწორედ ამას ქვია ლაზარე. ლაზარე, ხო? ანუ თვითონ ჩვენი ქართული ანბანი ამაში ხელს გვიწყობს, ისევე როგორც ქართული სიტყვათა ლექსიკონი, ასევე ქართული სიტყვათა შემეცნება.
ჭამე, ხო, რაღაცა ჭამე, რა გაჭამეს? გაჭამეს ტყუილები? ხო ვიძახით ხოლმე, ტყუილები როგორ უნდა ჭამოს ადამიანმა, ის ხო მუცელთან დაკავშირებული არ არის, მაგრამ ეს არის აზრობრივად დაკავშირებული აი ამ სწორედ ამ ჭამასთან და როდესაც ქრისტე გატეხავს პურსა და ღვინოს მიაწვდის თავის მოწაფეებს, იქ ეუბნება მათ ასეთ რამეს. მიიღეთ და გამიხსენეთ, ეს არის ჩემი სისხლი და ეს არის ჩემი ხორცი, ხო? აქ ნათქვამი არის, მეგობრებო, ძალიან მაღალფარდონულად სისხლი და ხორცი, რომელიც აზრობრივად ნიშნავს, რომ როდესაც მოვიხსენიებთ ჩვენ სადღეგრძელოში, ხო? აი, მაგალითად ვიტყვით, რომ ამ ჭიქით გაუმარჯოს ჩვენს წინაპრებს. აი, ეს არის მოხსენიება, მეგობრებო. და სისხლის და ხორცის მიღებამ, როდესაც ჩვენ ამას ვსვავთ და პურს გავტეხთ და ვჭამთ, სწორედაც ის ფრაზაა, როდესაც ქრისტე ეუბნება ადამიანებს, თავის მოწაფეებს, რომ ორი ადამიანი თუ ზის და ჩემზე საუბრობს, იქ მათ შორის მე ვარო, ხომ? ანუ ცნობიერად ისინი ჭამენ ქრისტეს სიტყვას. ანუ ქრისტეს ეზიარებიან ქრისტეს სიტყვას, ხვდებით? ეს აზრობრივად არის გამოხატული. ქრისტე არავითარ შემთხვევაში მუცელზე არ ფიქრობს, არც ერთ თავის იგავში ქრისტე ფიზიკურ სხეულზე არ ამახვილებს ყურადღებას, რომ აი ფიზიკური სხეული აუცილებლად უნდა ჭამოთ და რაღაცა დალიოთ. არა, პირიქით ის ამბობს, რომ ფიზიკური სხეული არის შენი ინსტრუმენტი. ამ ფიზიკურ სხეულს შენ გამოიყენებ თუ კი სულთან ხარ კავშირში, ისე როგორც შენ გსურს, ანუ თავის უფალი ხდები. შენი თავის ამ ფიზიკური სხეულის უფალი ხდები, ხვდები? და არა პირიქით, არა ფიზიკური სხეული გამოქმედებს შენ. რაც სამწუხაროდ დღეს ეკლესიებში სწორედ ამ სახის ფორმა მიიღოს, ზიარებამ ფორმა, უпростоრად ამ სახით მიიღოს ზიარებამ ფორმა. ნახეთ როგორ? ესე იგი, ქრისტეს ცნობიერებით კი არ გვკურნავენ, არამედ ჩვენ გვკურნავენ მისი სისხლით და ხორცით და გვაჭმევენ პირდაპირ მნიშვნელობით კაცი ჭამიაობის დონეზე დავყავართ ვიღაცა ყორნებს. ანუ რატომ ვამბობ ახლა ყორნები, მეგობრებო, და სულაც არ არის ეს ყორნები შეურაცხყოფა, არამედ ესენი არიან უბრალოდ პირველ საფეხურზე მდგომი ის წარმომადგენლები, ის მოწაფეები, რომლებიც დგანან მხოლოდ და მხოლოდ პირველ საფეხურზე. მათ მეშვიდე საფეხურამდე ჯერ ვერ მიუღწევიათ, თუმცა 7 საფეხური არსებობს მასტერკლასის, რომელიც ქრისტემ დაგვიდო წინ ფორმულად და თქვა, რომ მე შევუერთდი მამას და თქვენც უნდა შევუერთდეთ მამას. თუმცა ყორნები არიან პირველ საფეხურზე, რომლებიც ფიზიკურ სხეულში ჩარჩნენ და ამბობენ, რომ მამას ვერ შევუერთდებით ჩვენ, ეს მხოლოდ ქრისტემ შეძლო, ჩვენ კი ეს გვევალება, რომ მუცელი ამოვიყოროთ ქრისტეს სისხლით და ხორცით. და რატომ ამბობ ახლა ამოვიყოროთ? იმიტომ კი არა, რომ ქრისტეს ვაყენებ შეურაცხყოფას, არა. იმიტომ რომ რაც ქრისტემ თქვა, ის საერთოდ დავაიგნორეთ და ჩვენ ერთადერთი ის რაც გაგვინათ და ანუ ყორნების დონეზე არის, თუ კი მუცელში ჩავუშვებთ, ესე იგი რაღაცა პურს და ღვინოს, ესე იგი გაგვინათდება გონება. და ამიტომაც ქალბატონი წერს ასეთ რამეს რა. აი ნახეთ, ვიღაცა წერს, რომ 24 წლის განმავლობაში ყოველთვე ვეზიარები, ესე იგი დავღუპულ ვარო, ნარკომანი გავხდარ ვარო და საკადრისი პასუხი კი გავეცი და 24 წლის განმავლობაში ყოველთვე თუ ადამიანი ეზიარება და ქრისტეს ცნობიერებისთვის ჯერ კიდევ სჭირდება ვიღაცა სამღვდელო პირი, აი სწორედ ამ სიგნალებში გვამყოფებენ ყორნები, მეგობრებო რა. და ჩვენ ზუსტად აი ამ ქალბატონის მოწერილი ჩვენო თამარ ერთ რამეში გეთანხმებით, ვერა და ვერ დაალაგდა ჩემი ცხოვრება. აი ვერა და ვერ დაალაგდა ჩემი ცხოვრება. ადამიანი, რომელიც ყოველთვიურად ეზიარება 24 წლის განმავლობაში, ხო? ეს სხვადასხვა პირები არიან, მაგრამ
24 წლის განმავლობაში რომ ყოველთვიურად ეზიარები და შენ კიდევ ზიარება გჭირდება და კიდევ მამაოს დარიგება გჭირდება, ჩვენი საქმე მართლაც ცუდად არის, მეგობრებო და ქრისტეს საერთოდ აზრზე არა ვართ ქრისტეს ცნობიერების, იმიტომ როდესაც ერთხელ ეზიარები, ორჯერ ეზიარები, სამჯერ ეზიარები, 10 ზიარების შემდეგ შენ გაბწყინებული გგონება. თუ მართლა ისე ზიარები როგორც ერთხელ ზიარების შედეგადაც კი შენ ქრისტესთან კავშირში ხარ და მას აღარ შორდები, იცით თქვენ? ამიტომ ყოველთვიურად ზიარება 24 წლის განმავლობაში მარტო ერთი ადამიანი კი არ არის, 100 არის სრულიად მრევლი საქართველოში იმ ადამიანის მიერ დამრევლებული, რომელმაც ჩვენი აი დღევანდელი დღის საპატივცემულოდ ბატონ ზვიად გამსახურდიას მოიხსენიებ, ჩვენი მხსნელი იმ შემთხვევაში რომ თავისუფლება მოგვანიჭა ამ ადამიანმა მისი მკვლელის მიერ დაყენებულ მღვდლების ხელით ეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს, აი ასეთი ადამიანები რა თქმა უნდა სივნელეში იქნებიან და ვერანაირი საშუალება ვერ დაადგებათ, რაც არ უნდა 5000 ჯერ ეზიარონ და ცხოვრების ბოლომდე ეზიარონ, იმიტომ რომ მათ ზიარება არ გაუგეთ რა არის. ზიარება ქრისტესთან არ გაუგეთ რა. რატომ არ გაუგიათ რა არის? იმიტომ რომ ყორნებს სჭირდებათ მონები. ყორნები მონების გარეშე ვერ იარსებებენ. თუმცა მამაზე ციერი მეშვიდეს საფეხურზე მდგომი ადამიანების თვის, ანუ ისეთი როგორც ქრისტე იყო, ხომ? ამაღლდა ზეცად, ისევე როგორც ელია, ისევე როგორც ენოქი. მათ არ ეუბნება თქვენი ფიზიკური სხეულში ჩაუშვით ის ქრისტეს სისხლი და ხორცი. ფიზიკურ სხეულში მათ არ აქვთ ამაზე საუბარი, მეგობრებო. ფიზიკური სხეული აბსოლუტურად გამორიცხული აქვს ქრისტეს. ჩვენი ფიზიკური სხეული მან თქვა, რომ რასაც გამოუშვებ პირიდან, ის დააბინძურებს და არა რასაც ჩაუშვებ პირში. და თუ კი შენ ეზიარები და მეორე დღეს თუ მეორე წამშივე გადიხარ და სხვაზე ჭორაობ, ან ჯადოქრობას მიმართავ, ან ვიღაცა ჯადოქარს მიმართავ და როგორც დღეს წარმომადგენლები მიყვებიან, რომ დედაოებით დადიან ჯადოქრები და კარ დადიან და ეუბნებიან, რომ ჯადოა ამ სახშიო და აშინებენ ხალხს. ნუ წარმოგიდგენიათ ალბათ ხო მათი ხელიდან ნაზიარები ადამიანი ჯოჯოებს უფრო უერთდება ვიდრე ქრისტეს, ხო? ქრისტე რომელიც გეუბნება რომ ამ სხეულს დატოვებ და ეს სხეული არაფრად არ გიღირს თუ კი შენ მამასთან გსურს, ხო? და რა ზიარებაზე აქვს ქრისტეს საუბარი? მუცლის ამოყორვაზე? არა, მუცლის ამოყორვაზე კი არა აქვს საუბარი, მეგობრებო, იქ არის საუბარი ასეთ რამეზე რა, რომ აუცილებელია ქრისტეს მოხსენიება. აუცილებელია ქრისტეს მოხსენიება. მაგრამ არა იმ თვალსაზრისით, როგორი თვალსაზრისით დღეს ტარდება. მაგალითად, ისევ და ისევ ეკლესიებში ტარდება იუდეური წესით წირვები, ისევ და ისევ ეკლესიებში იუდეური წესით და ზუსტად იგივე ფორმით, ზუსტად იგივე შვიდფეხა მენორათი, შვიდტოტა მენორათი, ზუსტად იგივე ზიარების წესით, ზუსტად იგივენაირად ადამიანები ეზიარებიან ისევ და ისევ ქრისტეს მკვლელების რომ მიემსგავსნენ ისეთ მამაოებისგან და პირდაპირ ვაჭრობა, გაქანებული ვაჭრობაა ეკლესიებში წირვის დროს წკაპ უნავს ფული. და ჩვენ გონია რომ ჩვენ ვეზიარეთ და ეს იყო და ეს ეხლა ქრისტე ფრთებს მოგვასხავს და აგვაფრენს ცაში. ვიდრემდე ქრისტეს სიტყვას არ გავიგებთ და არ მიუბაძავთ ქრისტეს როგორც გადმოაყირავა ეკლესიებში დახლები და სანთელი იყო ის თუ ქათამი იყო თუ ძროხა გამოყარა, ვაჭრები გამოყარა, ვიდრე ჩვენს გვერდით რომ ვაჭრობა მიმდინარეობს ეკლესიაში და ჩვენ ვეზიარებით, ის ზიარება ცეცხლად შეგვერგება. ხო და ცეცხლად რომ შეგვერგება, ამიტომაც ქალბატონი წერს რომ ვერა და ვერ დამადგა საშუალება. როგორ უნდა დაგადგეს საშუალება, როცა ქრისტეს სიტყვებისთვის ჯერ არ მოგისმენია? როგორ უნდა დაგადგეს საშუალება, როცა შენ მარტო ქრისტეს საჭმელად მიდიხარ იქ და არა საზიარებლად?
შენ თუ ქრისტესთან ზიარება გინდა, მაშინ აუცილებლად გექნებოდა სახარება ერთხელ მაინც აკითხული და ის სიტყვები ამოკითხული, რომ ქრისტე მივიდა, რაბებს გადამოუტრიალა იქაურობა და შენ კიდე მიდიხარ ეკლესიაში, ხედავ რომ ვაჭრობაა და მიდიხარ ფულს იხდი, ყიდულობ სანთელ და შესაწირს იხდი. შესაწირს ყიდულობ, ვითომ სანთელს აუნთებ ქრისტეს და ქრისტეს გაუბრწყინდება იგონება რა, გული რომ აუ რა კარგია ეკლესიაში შემოვიდა ადამიანი, ეკლესიაში იყიდა სანთელი და შეიწირავს ქრისტე, ხო? ქრისტე იცი რას შეიწირავს? როდესაც შენ შეხვალ ეკლესიაში ნახავ სავაჭრო ცენტრს, სანთლები იქნება ეს, ხატები იქნება თუ რა იქნება, სულ ერთია, ხო? და იქაურობას აიღებ წკეპლას და გამოყრი იქიდან ხალხს. სულ ერთია ჩაგაჯენენ შენ ახლა საგიჟეთში თუ გაგიშვებენ ჯვარცმაზე. შენ მაშინ გაუბრწყინებ ქრისტეს გულს და მაშინ შეიწირავს ქრისტე, როცა დაინახავს, რომ შენ მისნაირ საქმეებს აკეთებ. რამე თუ მან გითხრა, დამემსგავსე მე, ჩემდენს შეძლებ და ჩემზე უფრო მეტს. და თუ არ გააკეთე მისი საქმეები, შენ ვერ დაემსგავსები ქრისტეს. შენ უფრო დაემსგავსები იმ ფარისეველს, რომელიც შედის ეკლესიაში და ყიდულობს სანთელს. ვითომ ქრისტეს შეთხოვოს რამე. ხო და ესია მეგობრებო, შენ თუ ზიარება გინდა, მაშინ ეზიარე ქრისტეს სიტყვებს. ისე როგორც იოანე ნათლისმცემელმა დაგიბარა, მეგნათლავთ წყლით და მოვა ადამიანი და მოგნათლავთ ცეცხლით. ცეცხლით უნდა მოინათლოთ და ეზიაროთ ქრისტეს მის სიტყვაში. ჭამოთ მისი სიტყვა. და არა მხოლოდ ჭამოთ, არამედ ეზიაროთ და ზიარება არის ის, შენ თუ გაივლი იგივე გზას, რაც გაიარა ქრისტემ. სხვა არაფერი არ არის ზიარება, თუ არა ის, რომ საქმეები დაემსგავსო ქრისტეს. შენ თუ ზიარება გინდა ქრისტესი, მაშინ გააკეთე ის, როგორც ქრისტე ცხოვრობდა, გაიარე ზუსტად იგივე გზა. ნაბიჯ და ბოლოს მიხვალ ისევ და ისევ ჯვარზე და გადმოუგდებ იქიდან ფარისევლებს და მამონას მსახურებს, იმ სავაჭრო დახლს, რომელიც გაუმართავთ მამის სახლში. ისევე როგორც ქრისტემ გააკეთა. დიახ იყვირა ქრისტემ, დიახ სცემა ხალხი იქ. დიახ. ხო და მეგობრებო, გერმანიაში ეს ცნობილი ფაქტია, რომ კათოლიკური ეკლესიების უმრავლესობა ზიარებაში ნარკოტიკს ურევდა. ხო და მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ ისეთ ადამიანს ვესაუბრე, რომ მეუფესთან ერთად გავიჩხირეო მითხრა და მეუფესთან ერთად ვინც იჩხირავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილები არიან პატრიარქის ნათლულებიც, ხო? წარმოგიდგენიათ უკვე რა საკითხთან გვაქვს საკითხი, საქმე? და ბარიგა მღვდლები და მეუფეები რომ გვყავს, აი ეს წითელზე დაწერილი თეთრიც მთლად უსაფუძვლო არ არის. აი ამას, რასაც ხედავთ ეხლა თქვენ ეკრანზე. ხო და მეგობრებო, ჩემს სიტყვას კი ნუენდობით, გამოიძიეთ საქმეები. ქრისტეს მოусმინეთ და ქრისტეს გზით იარეთ. ეზიარეთ ქრისტეს ჭეშმარიტად და არა ისე როგორც გაჭმევენ თქვენ ქრისტეს სისხლს და ხორცს. ქრისტეს სიტყვას ეზიარეთ. ქრისტეს ცხოვრებას ეზიარეთ. თქვენივე ცხოვრებით. ეს არის ზიარება და არა რაიმე სახის წყლის, ღვინის თუ პურის მიღება. დააპურა ქრისტემ ხალხი. რითი? ჭასარო იდგა სამარიტელი დედაკაცი, იმასაც ის წყალი შესთავაზა, მართლა წყაროს წყალი, რომელიც წყაროდანაც მე და გალემები აღარ მოგწყურდებაო? არა, ხო? ანუ ესე იგი გამოდის, რომ არც პური უჭმევია ქრისტეს ხალხს, ისეთი პური, როგორც ჩვენ პირში ჩაგვდის და არც წყალი დაულევია სამარიტელი დედაკაცისთვის, ისეთი, როგორც ჩვენს კუჩში ჩადის.
არამედ აქ სულ სხვა ცნობიერებაზეა საუბარი. აქ არის მაღალ ცნობიერებაზე საუბარი, ესე რომ ვთქვათ, მეხუთე განზომილების ცნობიერებაზე საუბარი, როდესაც ამბობს ადამიანი, რომ რა გაჭამა, რა ხილი გაჭამა, რა ცნობიერება გაჭამა ასეთი ქრისტემ. რა ცნობიერება გაჭამა ასეთი ქრისტემ, რომ ქრისტეს მსგავსად ყვირი ხარ. ხო, ასე მითხრეს ჯვარზე. შენ რა ქრისტე გინდა იყო? ქრისტე ხარო? მე თუ არ ვარ მეთქი ქრისტე, ქრისტემ ხო თქვა რომ აქ არის, არ უნდა იყოს ვაჭრობა, რატომ ვაჭრობ? სანთელი რა ვაჭრობაა? მაშინ აქ უკვე დავდივართ იმ დონეზე, მეგობრებო, რომ ადამიანებს უნდა აუხსნათ, რას ნიშნავს სიტყვა ვაჭრობა. და დაგუგლეთ რა, დაგუგლეთ, რას ნიშნავს სიტყვა ვაჭრობა. და მიხვდებით, რომ ფულის გაცვლა ნებისმიერ საგანში ნიშნავს ვაჭრობას. და ქრისტემ რომელ ვაჭრობაზე თქვა, არ შეიძლება მამის სახშიო, ეს ჩვენი საქმეა, მეგობრებო, რომ არც ერთი სახის ვაჭრობა არ უნდა იყოს ეკლესიაში. არამედ გარეთ სავაჭრო დახლები მამის სახლიდან. დიახ, ასე არის, მეგობრებო, და თქვენ თუ სხვანაირად გინდათ მოუძებნოთ ახსნა და გაიმართლოთ თავები, ეგ უკვე სხვა საკითხია. ეგ უკვე თავის მართლებაა და თავის მართლების დროს ადამიანს ვერაფერს ვერ დააჯერებ, რაც არ უნდა ქრისტე მოუყვანო და დაუყენო წინ. მაგრამ თუ ადამიანი ჭეშმარიტებას ეძებს, მე ამ ადამიანებს ვესაუბრები, რომ ჭეშმარიტება თუ გსურს, მაშინ მოусმინე ქრისტეს. მე კი ნუ მისმენ, ქრისტეს მოусმინე. ქრისტეს და ქრისტემ რაც თქვა, ყველაფერი გაიაზრე. და აბა ნახე თუ შეგიძლია ქრისტესთან ზიარება. შეგიძლია ეზიარო ქრისტეს? იცხოვრე მისი ცხოვრებით. იცხოვრე ისე როგორც ქრისტე ცხოვრობდა. შეგიძლია? და ნახავ რომ პირველ რიგში რასაც დაგხვდება წინაღობა არის ბანკის ვალები. ნარიმანი რო იძახის შარვალი მომიტანეთო, ხო? აღარ მაქვს შარვლებიო. შარი ვალით არის ეგ ზუსტად. ის ვალები, რომლებიც შარში ხვევს, აი ამ შარზეა საუბარი, მეგობრებო, და ამ ვალებზეა საუბარი, რომელიც პირველ რიგში წინ დაგხვდება ცხვირწინ, რომელიც პირდაპირ გადაგიკეტავს გზას ქრისტეს გზიდან, გზისკენ რომ იარო. რატომ? იმიტომ რომ პირველ რიგში შენ რა შარშიც ხარ გახვეული არის ბანკის ვალები, მეგობრებო, და არ მითხრეთ ახლა რომ არა, მე თავისუფალი ვარ ბანკის ვალებიდან. თითოეული თქვენგანი, ვინც ახლა აქ მიყურებთ, აი დაახლოებით 17 ადამიანი ხო მიყურებთ, აქედან ჩემს გარდა კიდევ მხოლოდ 2 ადამიანი იქნება ბანკისგან თავისუფალი და დაპლიუსდით ვინ ხართ ბანკისგან თავისუფალი, აი ამ 17 ადამიანისგან. დაპლიუსით 2 ადამიანის გარდა ვერც ერთი ვერ დაპლიუსდებით, დარწმუნებული ვარ. ხო და აი ამ შარში რო გაყავით თავი, იმიტომ ვერ ეზიარებით ქრისტეს ჭეშმარიტად, არამედ ეზიარებით მხოლოდ მუცლებით. და მუცლებზე არ საუბრობდა ქრისტე. და არავით არ მუცელზე არ საუბრობდა ქრისტე, არც იმ წყალზე არ საუბრობდა, რომელიც მუცელში ჩადის, და არც იმ პურზე არ საუბრობდა, რომელიც პირში ჩადის. ის საუბრობდა იმ პურზე, იმ ღვინოზე და იმ წყალზე, რომელიც გონიერებით აღიქმება და იჭმევა და დაილევა. აი ამაზე, მეგობრებო. და თქვენ თუ არ გინდათ აქამდე გაზრდა, ამ ცნობიერებაში გაზრდა, მაშინ ყორნების ხელში ხართ და იყავით. ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდამტირალი წყლისაპირ საუიეგრას რამოსაყვანია გიორგიმ დაპლიუს და გიორგი ძალიან მაგარი ხარ. მე ამაყები. ძალიან მაგარი ადამიანი ხარ. სახელი გვარი დაპლიუსდა. მე ამაყები. ძალიან მაგარი ადამიანები ხართ. თქვენ ხართ თავისუფლები, თქვენ ხართ ჭეშმარიტად ქრისტეს ცნობიერებაში შეგიძლიათ აწის შეხვიდეთ, თუ შესულები არ ხართ უკვე. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შესული ხართ ქრისტეს ცნობიერებაში, რამე თუ თქვენ ხართ თავისუფალი იმ ვალებისგან, რომელი ვალებიც იყო ადამიანის მახეები და რომელშიც თითოეული ჩვენგანი გაება რა, და მე ყველა თქვენგანს გისურვებთ, რომ ამ ვალებისგან იხსნათ თავი. შორს შარიანი ვალები, შორს აღარ გვინდა. ასე რომ მეგობრებო, რა უნდა მეთქვა, ამირანზე უნდა მეთქვა და წავედი მოყმესთან. ყვავყორნები ემომებოდნენ, ხო, ვის ემომებოდნენ? ამირანს. ამირანმა რა გააკეთა? ცნობიერება მოპარა ღმერთებს.
ხო? ცნობიერება, ცეცხლი ჩამოუტანა. ცეცხლი ნიშნავს ცნობიერებას, მეგობრებო. იმ ცნობიერებას, რომელიც ცნობიერების მიღება არ სურდა ზევსს. ხო? ზევსი იყო ის ადამიანი, რომელსაც ჭირდებოდა მონები და მსახურები, ისევე როგორც დღეს ჩვენი ყორნები მოითხოვენ მონებს და მსახურებს, მონაზვნებს, მონაზღვენებს და მსახურებს, სტიხაროსნებს და ასე შემდეგ. ხო? ასე რომ მეგობრებო, სტიხაროსანი იცით რას ნიშნავს? სანიტარი ხარო. სანიტრებს მოითხოვს ჩვენი ყორნები. სამწუხაროდ ეკლესიებში საერთოდ არ დადიოდა ქრისტე. ერთადერთი თუ მიიწევდნენ, ერთხელ შევიდა და იქ უკითხავდა იქ რაბებს და ასწავლიდა. თუ კი ის ეკლესიაში, სინაგოგაში შევიდა და იქ რაბებს ასწავლიდა, იქ რაბებისგან სასწავლებლად კი არ იყო მისული და რა ვიცი, ჩვენ პირიქით ვბაძავთ, მე მგონი იმათგან ვსწავლობთ, ვიდრე ჩვენ ვასწავლოთ რაბებს. ასევე ეკლესიებში კი არ დადიოდა თავისი მოწაფეებით. ეკლესიებს გარეთ ესაუბრებოდა თავის მოწაფეებს, ანუ სინაგოგებს გარეთ ესაუბრებოდა თავის მოწაფეებს ქრისტე. ხო და რა ვიცი, მაინც არ უთქავს, რომ მოდი ანუ ავაშენოთ ეხლა ჩვენ ეკლესია და იქ შევიკრიბოთო, არ უთქავს ეგ ქრისტეს. ბუნებაში გადიოდნენ და ბუნებაში საუბრობდნენ თავისი მოწაფეებით ურთ. ხო და ეხლა სხვანაირი ლაივი მაქვს და მე ვაჩვენოთ ეს, ხო? ეხლა ნახე მარტო ეს ჩანს. კარგი? ხო. ხო და ასე რომ დომოდა ქრისტეს, რომ ეკლესიის აშენება ქვაქვაზე დავდოთო, პირიქით გითხრა ქრისტემ, რომ ქვაზე აღარ დარჩებაო, აი აქედანო, რასაც უყურებთო. აი ამ სინაგოგებზე უთხრა ზუსტად. და არ უთქვას, რომ ააშენეთ ეკლესიებიო. არ უთქვას, წადით და იარეთ და აცნობეთ შენ შესახებო, უთხრა თავის მოწაფეებს. და ეკლესიების აშენებაზე რატო არ დებდა ქრისტე, იცით მეგობრებო თავს? იმიტომ რომ აბსოლუტურად თავისუფალი იყო მატერიისგან და თუ კი ის ისევ მატერიაში დაბრუნდებოდა და მატერიაში დაიწყებდა თავის ხსნის პოვნას, ხო? მაშინ ის ქრისტე ვეღარ იქნებოდა. და ქრისტემ გააკეთა ასეთი რამ, მეგობრებო, ნახე სოფელ, ქალაქ იარა და ხალხს გააცნო თავი. აბა ჩვენ სად დავდივართ სოფელ, ქალაქ. ჩვენ ვზივართ, ავდგებით დილით, წავალთ ვეზიარებით, გონია რომ აი მუცელში ჩავიდა ეხლა ქრისტე და შეო ეგ არის და ეგ რა კარგია მოვიხადეთ ვალი. ხო? არა და რამდენი საქმე დაგვიტოვა ქრისტემ თუ იცით რა გასაკეთებელი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მე რასაც ვხედავ, ამდენი საქმეა საკეთებელი და რა საკეთებენ მღვდლები, უკვე კარგად ვიცით, მაგრამ იმ საქმეს რო აკეთებდნენ, რამდენი მღვდელი ყავს, მილიონი ადამიანი თუ ვართ, 10 კაცზე ერთი მღვდელი მოდის. ამ ერთ კაცს ერთი მღვდელმა 10 კაცი რო დაასაქმოს, საქართველო გაბწყინებული კი არა, მატერიალურ დონეზე კი არა და სულიერ დონეზე კი არა, გადაბრწყინებული იქნება და აი ამ ქვეყანას რო ჯიჯგნიან ეხლა და ხან ევროპა და ხან რუსეთი და ხან დასავლეთი და ხან ჩინეთი, ასე გვაწიწკნის, ხო, მიწებს და ხან არაბეთი. ამას არ გააკეთებდა არც ერთი მღვდელი. გაიხსენეთ თქვენ როგორ იყო ძველად, თვითონ მღვდლები იღებდნენ ხელში ხმალს. და ეხლა ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით. და როცა საჭიროა ერევიან, როცა საჭიროა პოლიტიკოსების მიერ გამოყოფენ რამდენიმე მილიონს წელიწადში და იმას ჩაიჯიბავენ. ჯიპებსაც კარგად იყიდიან და ჩაშავებული მინებითაც კარგად დადიან. უშიშროება ვარო იმან ხმლიანმა დანიანმა ბლატნოი მამაომ რო განგვიცხადა, ხო? მეო საქართველოს უშიშროება ვარო. არა ხორციელადო, არა სულიერად ვარო და ის დანა ამოიღო, გესმის? და იბლატავა ეს დანა რო დატრიალდაო, რო ამოვიღე ეს დანაო და დატრიალდა ეს დანაო, აი ესე დაეცაო და ისეო და ესაო რა. აი იარაღის ტარების უფლებაც მაქვს, მაგრამ არ ვატარებო რა, ძმაო რა, ის არ მჭირდებაო რა. აი ესეთი მამაოები ყავს ახლა. გესმით? და საქმე იმაშია, რომ
ჩვენ ამას ვატარებთ და იმიტომაც დედას გვიტირებენ, ეხლა გვტირობენ, აგერ რასაკეთებენ. 50 ლარზე გაყიდული ხალხი გაყავთ რუსთაველზე, დააყენებენ, აყვირებენ რაღაცას, იქ დააწერენ შენობაზე. ეხლა ყველამ ერთად ვა და ყველამ ერთად ვა, ეხლა ყველამ ერთად ვიყვიროთ საქართველოს გაუმარჯოს და საქართველოს გაუმარჯოს, ყვირიან ეს 50 ლარზე გაყიდული ხალხი. ხო, და იქ 50 ლარზე გაყიდული ხალხი ვინც დგას? გამყიდველი საქართველოში, ხო? ჯერ თავის გამყიდველი და მე საქართველოს გამყიდველი. აი იმათაც გონიათ თავი, რომ ხვალ წავლენ ეკლესიაში და ეზიარებიან ქრისტეს. აი ესე ვეზიარებით შემოკარგებო ქრისტეს და არა რეალურად და ჭეშმარიტად უშო რომ ქრისტეს ზიარება გვდომიყო, ხო? გვდომოდეს. გვინდოდეს ჩვენ ვეზიარებოდით ქრისტეს და თითოეული ჩვენგანი ამდენი მრევლის წევრი, წევრი არის თუ ამდენი ეკლესიის მორწმუნე ბრწყალებში ჩასმული, ხო? საქართველოს ააშენებდა კი არა, ჩვენ ვიქნებოდით ისეთი ძლიერი ერი, რომ ჩვენ იმას კი ვერ გაგვიბედავდნენ, რომ ევროპამ გვმართოს, ან რუსეთმა გვმართოს. ან რუსეთმა დაგვარტყას და წაიღოს ჩვენი მიწები, ან ევროპამ იქიდან და გამოგვიგზავნოს ისინი წერილები, რომ აი ესე უნდა მოიქცეთ და ისე უნდა მოიქცეთო, არამედ ყველას თავის ადგილს მიუჩენდით და ყველა მოწიწები და ბოდიშის მოხდით მოგვმართავდა და პატივისცემით მოგვმართავდა ჩვენ. არამსუთიც დაგვიქნევდა და გვეტყოდა, რომ ესე უნდა გააკეთოთ, თორე იმას გიზავთ და ამას გიზავთ. გესმის? შენ ხო რომ ისმის შენ გესმის თუ არ გესმის ხო და შენ გგონია რომ ხვალ რომ წახვალ და ეზიარები დილით უზმოზე აი ქრისტეს ეზიარე და ეს გადაგვარჩენს როცა ქრისტე ჯვარს ეცვა აბა შენი ჯვარც მამაჩვენე სად ეცვი ჯვარს რომელი ქრისტეს სიტყვისთვის ეცვი ჯვარს მითხარი რომელი ქრისტეს სიტყვა დაიცავი დღევანდელ დღეობაში შენ ნებისმიერ თქვენგანი 16 ადამიანი მიყურებთ სად დაიცავი ქრისტეს ჯვარი ქრისტეს სიტყვა სად დაიცავი მითხარი აბა სად ეცვი ჯვარს შენ რომელ სიტუაციაში და რომელ ვითარებაში ეცვი ჯვარს თუ გონია რომ მარტო ქრისტე ეცვა ჯვარს თუ შენ ჯვარს არ ეცმევი ქრისტეს სიტყვის გამო შენ ვერ გახდები ქრისტიანი არ დაგერქმევა შენ დედაჩემმა მითხრა წყნარად ილაპარაკე შვილო როცა ლაივებს წერ მე არ გამიგი არც ერთი დიქტატორი რომელიც წყნარად ლაპარაკობდეს და ადამიანებს რაღაცას უხსნიდეს და ეხლა დიქტატორობას მოაყოლებენ კიდე რაღაცა ბოროტულ აზრს დიქტატორი სულაც არ არის ბოროტი წარმომადგენელი დიქტატორი არის ის ადამიანებს რომ უხსნის რაღაცა სახეობით რაღაცა ცნებას ხო ქრისტეც დიქტატორი იყო დიახ ქრისტე იყო დიქტატორი არ არის აუცილებელი რომ ცუდად წარმოვიდგინოთ ის სიტყვები რომელიც არ არის ცუდი მნიშვნელობის ამიტომ მეგობრებო ხო თუ არ გინდათ სხვა დიქტატოროს მაშინ თქვენ უნდა გახდეთ დიქტატორები აბა შეგიძლიათ დიქტატორობა შეგიძლიათ ქრისტეს სიტყვების გამეორება და ამის ახსნა თუ რა მდგომარეობაში რა ვითარებაში რატომ თქვა ეს ქრისტემ თუ შეგიძლიათ მაშინ ჯერ ის საფეხურები უნდა გქონდეთ გავლილი მისი გზა უნდა გქონდეთ გავლილი აბა რომელიმე თქვენგანმა მითხარით როდის იარეთ ქუჩა გზა და გზა და უხსენით ხალხს რომ ქრისტემ ეს თქვა რომ ეკლესიაში ვაჭრობა არ უნდა იყოს ვინმეს აუხსენით და მე იქ რომ დაგესევა ერთ კაცს 50 მრევლის წევრი და გიშს გიწოდებს იმიტომ რომ ქრისტეს სიტყვებს იმეორებ აბა ვნახოთ თუ ბიჭი ხარ და თუ შეგიძლია ჯვარს ეცვა ქრისტესნაირად არა შენ გეშინია რომ 50 ადამიანის წინაშე 50 გონება გადმოტრიალებული ადამიანის წინაშე წარსდგე რომელიც გეუბნება რომ ეს არის ვაჭრობა სანთლებით სანთელი ვაჭრობაა? დიახ, ვაჭრობაა სანთელი. დიახ.
დიქტატორი არის ზუსტად მწყემსი კეთილი. დიახ. წყემსი კეთილი, რომელიც წყეპლას იღებს და ეკლესიიდან ყრის ვაჭარ ხალხს. რა პრობლემას წარმოადგენს ის, რომ გამოვიტანოთ ნებისმიერი დახლის სანთელი იქნება, ეს თაფლი იქნება თუ ღვინო ეკლესიიდან. გამოვიტანოთ ეს და გარეთ გავყიდოთ, არ შეიძლება? რა პრობლემა გვიდგას წინ? თუ ერთმანეთს გადავეკიდოთ იმისათვის, რომ სანთელი დავიწყოთ ეხლა ჩვენ ვაჭრობა ერთმანეთთან, რომ გინდა თუ არა სანთელია ვაჭრობა, ან არ არის ვაჭრობაო? ეხლა მაგაზე დავიწყოთ ჩხუბი, რომ სანთელი არ ითვლება ვაჭრობაში? რა მნიშვნელობა აქვს სანთელი იქნება თუ კაპიკი იქნება, ფული იქნება თუ ის იქნება, რას გაყიდი? გაყიდვა არის, ხო? და რატომ ყიდი? რატომ ყიდი? რა პრობლემა გიჭირს თუ რატომ ყიდი? ვიღაცა მითხრა, სანთელს არ უნდაო გაკეთებაო, უნდა გაკეთება, დიახ, სანთელსაც უნდა გაკეთება და ხატსაც უნდა დაწერა, მაგრამ არა ეკლესიის შიგნით, ეკლესიის გარეთ რაც გინდა ისაკეთე, დაგიშალა ქრისტე? მერე მოიყვანენ ხოლმე ესეთ უაზრო მაგალითს, კეისრას კეისრისა მიეცი და ღმერთს ღმერთისაო. აი სრულიად აბსურდულ რაღაცას მოიყვანენ ხოლმე, რომელიც საერთოდ არ ესადაგება ამ ვითარებას. თქვენ იცით რომ კეისარს კეისრისა მიეცი და ღმერთისაო რაზი არის ნათქვამი? ეგ არის კომუნალურ გადასახადებებზე ნათქვამი. რომ მივლენ ქრისტესთან და ეუბნებიან რომ კომუნალური გადასახადებიაო და რა გავაკეთოთო, გადავიხადოთო? ხო და ვინც ფულს ითხოვს მიეცითო და ვინც არ ითხოვს ფულს, ღმერთს თავისი მიეცით რაც ეკუთვნისო. ღმერთი ფულს არ ითხოვს. ეგ მოხდა ყველაფერი ეკლესიის გარეთ ეგ საუბარი და არა ეკლესიის შიგნით, არა ამ მაგალითზე. საერთოდ აბსოლუტურად აზზე არ არიან ხოლმე წარმოუდგენელ რაღაცებს იძახიან. ეს ხალხი გამომაშტერებს ხოლმე რა. ქრისტიანებს რო უწოდებენ თავს, ქრისტიანებს და ჭეშმარიტად ქრისტეს მაზიარებლებს რო უწოდებენ თავს. ხო, სახელიგვარი ეკლესიებს ეშმაკები დაეუფლენ და სწორედ ეგ გააკეთა მერე ყველა ჩვენმა ჭკვიანმა მეფემ რომ პირველ რიგში ეკლესიები გაწმინდა და არა ისენი რა ქვია ზერავები. ხო. ეს იყო და ეს მეგობრებო, ეს არის ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით, ვისაც გაინტერესებთ კიდე რას ნიშნავს ჭამა, გადადით გუშინდან ლაივზე, ეს არის პირველ კომენტარშიც ჩაგიგდებთ მერე ლინკს, YouTube-დან ვიბაასოთ, ესე ქვია, ასეთ კომენტარს და იქ ესა სახელს, ლაივის სახელს და აი იმ ლაივზე შეგიძლიათ მერე იხილოთ რას ნიშნავს ჭამა. რა აჭამა, რა ჭამეს ადამ და ევამ. კარგად იყავით მეგობრებო, გაკოცეთ ბევრი და მალე აღდგომა მოდის და აღდგომა იყოს იქით. ჩვენ ვიცით რომ აღდგომა უკვე იყო და ჩვენ არ გვჭირდება კიდევ ერთხელ აღდგომა და კიდევ 500-ჯერ აღდგომაა მეგობრებო. ქრისტე აღდგა უკვე 25-ში აღდგა ქრისტე, ჭეშმარიტად აღდგა და მაინც ნუ დაველოდებით იმ ფოკუსნიკ ცეცხლს, რომელიც ვითომ და ვითომ იმ ქვეყანაში გადმოედინება, რომელსაც ბომბები ეცემა თავზე. ასე რომ ნუ ნერვიულობთ მეგობრებო. როგორ შეიძლება რომ ბომბი გეცემოდეს თავზე და თან ცეცხლი გადმოდიოდეს წმინდა. ნუ ნერვიულობთ მეგობრებო მაგაზე რა. ნამდვილად არსად სხვაგან არ გადმოდის ცეცხლი თუ არა საქართველოში. საქართველოში ცეცხლი უკვე გადმოვიდა 25-ში ქრისტე აღდგა. 25 აპრილს ქრისტე აპრილი რა არის? მარტს ქრისტე აღდგა. და ასე რომ უკვე გიხაროდნენ, კვერცხიც შეღებილია, ჯეჯილიც აყვავებულია და ქრისტეც აღმდგარია. ამინ, ამენით იესო ქრისტე, გემშვიდობებით. შორენა წერს, როდესაც იესომ იერუსალიმის ტაძარში სავაჭრო დახლები ამოაბრუნა, არ გაურჩევია ერთმანეთისგან იქ გასაყიდი პროდუქტი ერთმანეთისგან. დიახ, შორენა, დიახ.
მოკლედ გაკოცით მეგობრებო, აბა თქვენჩით.